ვლადიმირ პუტინმა მაინც გამოითხოვა დონალდ ტრამპისგან ზავი 9 მაისს. ტრამპსა და პუტინს შორის საუბრის შემდეგ რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ზავი უკრაინასთან ომში. მოსკოვში გამარჯვების აღლუმის ჩატარების პერიოდში 9 მაისს, თუმცა კიევმა ჯერ კიდევ არ დაადასტურა თავის თანხმობა. ამის ნაცვლად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ხანგრძლივ ზავს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად, რათა პუტინს უბრალოდ არ შეეშინდეს ბოდიში ბუნკერიდან გამოსვლა წითელ მოედანზე. ამავე დროს თავად დონალდ ტრამპმა უხეშად უარი უთხრა ვლადიმირ პუტინს. ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინასთან მშვიდობიან მოგვარებაზე და არა ირანთან ბირთვული განიარაღების საკითხში ჩარევაზე. როგორც ჩანს, ყოფ ცხვირს იქ, სადაც არავინ გეკითხება. ამასთან დღეს ევროპაში მსოფლიო ლიდერებს მოუწოდეს 9 მაისს კიევში ჩავიდნენ და არა მოსკოვში სისხლიან ოკუპანტებთან. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ. ამისთვის მადლობას გეტყვით. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, მული მასზე მოცემული ამ ვიდეოს აღწერაში, იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. დღეს ვლადიმირ პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს შეწყვიტოს ცეცხლი გამარჯვების დღის აღსანიშნავად. რაც შეეხება უკრაინის თანხმობას ან უარყოფას დროებითი ზავის შესახებ, პესკოვმა პასუხისგაცემისას კითხვაზე უკრაინის რეაქციის შესახებ ზავის წინადადებაზე აღნიშნა, რომ ციტატა, რეაქცია ფაქტობრივად არც არის საჭირო ამისთვის. შემდეგ სიტყვასიტყვით მოვიყვან პესკოვის სიტყვებს. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილება და ის განხორციელდება. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა ელოდა კიევის რეჟიმისგან რაიმე რეაქციას ადეკვატური განზრახვების თვალსაზრისით. ჯერჯერობით ეს არ არსებობს. მაშინ შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ვლადიმირ პუტინმა დაურეკა ტრამპს და ცრემლებით უჩიოდა იმაზე, რომ უკრაინა თავს ესხმის აგრესორი ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურას. და მას იმდენად ეშინია, რომ მოსკოვში გამარჯვების პარადის ჩატარებაც კი აშინებს. ამბობს, ისე მეშინია საშინელება. თუ არ ჯერათ შედით კრემლის ვებგვერდზე. იქ არის მისი თანაშემწის უშაკოვის სიტყვების დეტალური ჩანაწერი ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ. და იქ პირდაპირ წერია, რომ ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს უჩიოდა. ტიროდა მის წინაშე და ამბობდა, ბლინ, უკრაინელები მათსკენ ინებენ. წარმოიდგინე, ისინი ჩემს ქალაქებს ესხმიან თავს. მე ომი დავიწყე უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო უკრაინელები ჩემს ნავთობის ობიექტებს ესხმიან თავს. შედეგად ტრამპმა განაცხადა, რომ რუსი ლიდერისთვის ხან მოკლე ზავი შესთავაზა. კრემლში თავის მხრივ განაცხადეს, რომ პუტინმა ტრამპს უთხრა მზად არის 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს, როგორც ეს აღდგომის ზავის დროს მოხდა. და როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი ამბობს, ტრამპმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ხანგრძლივ ზავს და არა რამდენიმე საათით ცეცხლის შეწყვეტას, რათა მოსკოვში პარადი ჩატარდეს. შემდეგ ზელენსკის ციტატა. ჩვენ წინადადებაა, რომ ცეცხლი შეწყდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების საიმედო უსაფრთხოება და ხანგრძლივი მშვიდობა. უკრაინა მზად არის იმუშაოს ამისთვის ნებისმიერ ღირსეულ და ეფექტურ ფორმატში. აქვე აღნიშნაო, რომ 9 მაისის გამარჯვების დღის გამო დადებული ზავი უკვე მესამე იქნება წლის დასაწყისიდან, თუ მასზე შეთანხმება მიღწეული იქნება. პირველი ეხებოდა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს და ის გამოცხადდა 25 იანვრიდან 1 თებერვლამდე დონალდ ტრამპის მიერ. და მისი დასრულების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინმა სიტყვა შეასრულა და თითქოს არ დაურტყამს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ძლიერი ყინვების პერიოდში. თუმცა ეს ასე არ არის. მეორე ზავის შესახებ მოსკოვმა და კიევმა შეთანხმდნენ აღდგომის დღესასწაულის პერიოდში. 11 აპრილიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე. გასულ წელს ვლადიმირ პუტინის გამოვიდა ინიციატივით ზავის შესახებ გამარჯვების დღისთვის. თუმცა მაშინ ზელენსკიმ ეს წინადადება უარყო. გუშინგი ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი პირველად 2007 წლის შემდეგ სამხედრო ტექნიკის კოლონის გარეშე ჩატარდება. რევში განმარტეს, რომ აღლუმის ნაწილის გაუქმების გადაწყვეტილება კიევის მხრიდან ტერორისტული საფრთხით არის განპირობებული. ხო, სწორედ ასე. და ამაზე ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს ისე ჩიოდა, როგორც საცოდავი ბიჭუნა. უბრალოდ ასეთი უბნის ბიჭივით გაიქცა საჩივრად და ეუბნება: დონნი, გთხოვ, რამე გააკეთე, ზელენსკი მაწყენინებს. უკრაინა მაწყენინებს. უბრალოდ რაღაცა არარაობ. ეხლა ფორმალურად კრემლი ცდილობს ეს მშვიდობის ინიციატივა წარმოადგინოს, თუმცა ამის უკან დგას მხოლოდ სურვილი, რომ მოსკოვი დაიცვას წლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული ღონისძიების დროს.
ამასთან დაკავშირებით მოვიყვანთ ციტატას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას. რატომ არა ახლა? რატომ უნდა დაველოდოთ 8 მაისს? თუ რუსეთს ნამდვილად მშვიდობა სურს, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი. უკრაინა მზად არის მხარი დაუჭიროს ცეცხლის სრულ შეწყვეტას და მოუწოდებს რუსეთს გამოაცხადოს იგი დაუყოვნებლივ, მაგალითად 30 დღით და არა მხოლოდ მოსკოვში პარადის გამო. მაგრამ ვიყოთ რეალისტები. კრემლში უკრაინის ბოლო თავდასხმების შემდეგ იმავე დუაფსეზე ძალიან შეეშინდათ, რომ სამხედრო ტექნიკა წითელ მოედანზე გამოეყვანათ. პირველ რიგში რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ ომის წლებში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ჯავშან ტექნიკასა და артილერიაში. მეორეც მოსკოვი სულ უფრო მეტად შიშობს უკრაინული შორმანძილზე მოქმედი დრონების გამო, რომლებიც უკვე რამდენჯერმე მიუღწევიათ რუსეთის ფედერაციის ღრმა ზურგში არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებამდე. ამიტომ ცეცხლის დროებით შეწყვეტა შეეძლო შეემცირებინა რუსეთის დედაქალაქზე დარტყმების რისკი. კრემლისთვის სიმბოლური ღონისძიების, გამარჯვების აღლუმის დროს. გარდა ამისა, ასეთი პაუზა რუსულ ჯარებს მისცემდა დროს გადაჯგუფებისთვის, ტექნიკის შეკეთებისთვის, საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის და პოზიციების გამაგრებისთვის დამქანცველი ბრძოლების შემდეგ. პოლიტიკურად ვლადიმერ პუტინი ცდილობს დიპლომატიურ ასპარეზზე ითამაშოს. ამ ზავის შეთავაზებით სწორედ დონალდ ტრამპის მეშვეობით პუტინი ცდილობს თავი წარმოაჩინოს თითქოს ზავისთვის მზად არის. თუ კიევი უარს ითქვის მოკრე პაუზაზე, მაშინ მოსკოვი რა თქმა უნდა შეეცდება უკრაინა წარმოაჩინოს როგორც მხარე, რომელიც არ სურს მშვიდობა. აი, დარწმუნებული ვარ, ისინი უკვე ამას ავრცელებენ, რომ ჩვენ ზავისთვის მზად ვართ, ხოლო უკრაინა არ სურს მშვიდობა. ხოლო უკრაინა ამბობს, მოდით სრულად შევწყვიტოთ ცეცხლი. რას აკეთებთ? თქვენ უბრალოდ გთავაზობთ ცეცხლის შეწყვეტას 1 დღით. მხოლოდ იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინის უკანალი უსაფრთხოდ იყოს და მას არ ეშინოდეს წითელ მოედანზე გამოსვლის. მხოლოდ ამისთვის. თქვენ გთხოვთ, რომ შევწყვიტოთ ცეცხლი, რათა 9 მაისს აშეირცხვინოთ თავი. აი სულ ესაა. კრემლი წლების განმავლობაში აკავშირებდა ომს უკრაინის წინააღმდეგ ამ მითთან თითქოს ნაციზმთან ბრძოლა. მაგრამ წელს მოსკოვისთვის სიტუაცია ნაკლებად მომგებიანად გამოიყურება. ფრონტზე შთამბეჭდავი წარმატებები არ არის. თავად სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე შემცირებული იქნება, ხოლო რუსული ქალაქები ახლა სქელი შავი კვამლითაა დაფარული უკრაინული შედევების შემდეგ. და ამ ფონზე პუტინისთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დაუშვას მარცხი. მოსკოვში დღესასწაული და ამავდროულად შექმნას მშვიდობის ყოფილის იმიჯი, რომელიც ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მაგრამ თუ დაუბრუნდებით დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბარს, შეიძლება მოგოჩვენოს, რომ ტრამპი მაინც არასრულად და არა ყოველთვის თამაშობს პუტინის სასარგებლოდ. მაგალითად, რუსეთის დიქტატორთან საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინასთან მშვიდობიან მოგვარებაზე და არა ბირთვული განადგურების საკითხში ჩარევაზე. შემდეგ ტრამპის ციტატა. პუტინმა მითხრა, რომ სურს მიიღოს მონაწილეობა ირანული გამდიდრებული ურანის ამოღებაში, თუ შეძლებს ამაში დახმარებას. მე მას უპასუხე, მე მერჩივნა, რომ თქვენ მონაწილეობდეთ ომის შეწყვეტაში უკრაინასთან. გავიმეორებ, რომ ადრე მოსკოვმა უკვე შესთავაზა ირანული გამდიდრებული ურანის მარაგების კონტროლი, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო ბირთვული ბომბის შესაქმნელად. თუმცა სატელეფონო საუბარი პუტინთან აშშ-ის პრეზიდენტმა კარგად შეაფასა. განაცხადა, რომ რუს ლიდერს მცირე ზავი შესთავაზა. და დავასრულებ გამოშვებას ტრამპის ციტატით. ფიქრობ, ის შეიძლება დათანხმდეს ამას. პუტინს სურს უკრაინის საკითხის გადაწყვეტა და ეს კარგია. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ან გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ეს გამოშვება. და მეგობრებო, თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.